გიორგი კალანდარიშვილი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. ანუ ბიძინას ბანკის აღმასრულებელი დირექტორის გოჩა ჩიკვილაძის ბიძაშვილის ქმარია. ვინმეს გონია რომ შემთხვევით აღმოჩნდა რომ კალანდარიშვილი ბიძინას ბანკის აღმასრულებელი დირექტორის ოჯახის წევრი და ნათესავია. რეალური მმართველი ამ იმის რა ქვია სისტემის არის გიორგი ჯავახიშვილი. და ჯავახიშვილიც ვინ არის? თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე იყო, ახლა ვიცემერი არის, ტყემალაძის ცოლის ძმა, გიორგის, ხო? ანუ პირდაპირ კავშირი, ბმა ქართულ ოცნებასთან, ინტერესი, თანამდებობრივი, საქმიანი ფული, ან ელექტრონულში ესე ვთქვათ, გაყალბება როგორც მოხდა და უზრუნველყო ასე ვთქვათ, ბიძინა ივანიშვილმა და კალანდარიშვილმა რომ ეს გაყალბებული ყოფილიყო, ვინ არის ადამიანი, რომელმაც ამ აპარატზე, ამ მიღება-ჩაბარებებზე ხელი მოაწერა, ანუ ვინ თქვა რომ ყველაფერი კარგად არის. ტექნოლოგიების პროექტის მენეჯერი, ვინც რეალობაში პასუხისმგებელი იყო ყველაფერზე, ეს ადამიანი გახლავთ გიორგი სტურუა. ბატონი გიორგი სტურუა აღმოჩნდა ლონდრე კალანდარიშვილის მდივნის გიორგი ჯავახიშვილის მამიდაშვილი. ეხლა ნახე რა, მართლა ყველაფერს ხო აქვს საზღვარი კაცო. ეს კალანდარიშვილიო იმის ბიძაშვილის ქმარიო, ხო, ქართულს აღმასრულებელი, ეს ვიღაცის ნათესავი, ისა რა ქვია, ეს ჯავახიშვილი, ეს ხელის მომწერიც ამის მამიდაშვილი. წარმოგიდგენია კლანური მმართველობის კლასიკა. რანაირად შეიძლება ან ერთი, ან მეორე ამ პოზიციიდან იყოს ნეიტრალური.